მოგესალმებით ბავშვებო, საღამო მშვიდობისა, მე ვარ ნინო მარკველაშვილი, დღე 16 და დღეს უნდა წაგეკითხოთ არგენტინელი წერლის და ილუსტრატორის ისოლის არგენტინა ეს არის სამხრეთ ამერიკაში, ატლანტის ოკეანეს უნდა გადავუფრინოთ და ჩავუფრინდებით არგენტინაში. არგენტინაში საუბრობენ პორტუგალიურად და ამ წიგნის სათაური არის The menino. პორტუგალიურად menino ნიშნავს ბავშვუკას, ბიჭუნას, პატარა შვილს, მაგრამ მოკლედ ეს წიგნი ეხება ყველა პატარა ბავშვს. დავიწყოთ. წიგნის ავტორი არის ისოლი, როგორც გითხარით. და წიგნი ეძღვნება ანტონს და ანტონის მამიკოს. menino არის ამბავი, რომელიც დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. წავიდეთ. სახლში სიმშვიდეა. სამეზობლოში სიჩუმეა. კატას სძინავს. ხალხი თავისი ამბებით არის დაკავებული. დღეები ერთმანეთს ენაცვლება. სამშაბათის მერე 4 შაბათი მოდის. სანა menino მოევლინება. დაიჭირე, არ უნდა დავარდეს, დაიყურა დედამ. მიჭირავს, ამბობს მამა. ითი, უწყაპანედელი. menino შიშველი და მყვირალი გვევლინება. თითქოს უნდა რომ ყველამ შეამჩნიოს. და მართლაც ყველა ამჩნევს. გაიხვიცა? დიდი ამბავია. საიდან მოდის? სად იყო მანამდე? ჩვენ გვგავს? menino's გრძელი მოგზაურობა და გრძელი გზას გამოვლილი და ახლა ძილი სჭირდება. მარტივია მისთვის სივრცის შექმნა. ისეთი პაწუკაა. შეგვიძლია რომ შენ მუცელზეც კი და მკერდზე დაიტიო. menino მიცოდა საიდან მოდიოდა, როდესაც მოგზაურობა დაიწყო? თუ ამ სახლში შემთხვევით მოევლინა. რატომ მოძრაობს ისე თითქოს ჰაერში ცურაობს? კიდევ ხედავს სიზმრებს? ახალმა მოვლენილმა მე მგონი არ იცის ჯერ როგორ უნდა გამოიყენოს თავისი დედამიწური სხეულებრივი ბრძანებები. ის ძალიან კარგად ვერ ხედავს. ის ეხლა სწავლობს სუნთქვასაც კი. მაგრამ კარგი მასპინძელი მას ხელს გამოუწვდის. საბედნიეროდ მას აქვს ძალიან ძლიერი სირენა, რომელიც მის საჭიროებებს გვატყობინებს. ეს სირენა აქტივირდება, ირთვება მაშინ, როდესაც უნდა აჭამო menino's, როდესაც უნდა დააძინო menino, როდესაც უნდა გაასუფთავო menino, როდესაც უნდა ეთამაშო menino's და როდესაც უნდა ჩაეხუტო menino's. ძალიან სახალისოარი, რომ ეცადო გამოიცნო ზუსტად იმ მომენტში რა ჭირდება მას. აი ეს სირენა იმიტომ მოყვება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისეთი ციცქნა, ყოველთვის შეგიძლია იპოვოს სად არის ის. რა ლამაზია. menino ძალიან შიერი მოგვევლინა და ხშირად უნდა ჭამოს. ის აქტიურებს ტუმბოს, რომელიც პირში არის მოთავსებული და იყენებს მას
მოსაწრუპად და მოსაწოვად. მას ურჩევნია რძე, რომელსაც სახლში მყოფი ქალი ამზადებსო. მინინიოს აქვს ორი პატარა ფანჯარა მაღლა. ზემოთ, რომელსაც ის იყენებს იმისთვის, რომ დაინახოს რა ხდება გარეთ. დასვენების დროს ფარდებს ჩამოაფარებს და ამ დროს მხოლოდ შიგნიდან ხედავს რა ხდება. თუ მინინიო ცუდად გრძნობს თავს, რაიმე მიზეზის გამო, ის მაშინ მარილიან წყალს ნაკადივით გამოუშვებს ამ ფანჯრებიდან, რომ ნახოს, აი ამ რო ჩაწმინდავს ეს წყალი, თუ უკეთესად შეძლებს რაღაცების დანახვას. რა ლამაზად მოიფიქრა ისოლმა თვალების დახასიათება. ფანჯრებსა და ტუმბოს შორის არის ორი პატარა ხვრელი, რომელიც არის გვირაბი მინინიოს შიგნით შესასვლელი. ჰაერი შედის და გამოდის აი ამ გვირაბებით ბაჭიასავით, მორბენალი ბაჭიასავით ჩქარა. მინინიო ხშირად ამოწმებს მათ. და ის არის პირადად პასუხისმგებელი, რომ გვირაბები იყოს ღია და გახსნილი. ეს იმიტომ, რომ მინინიოს უყვარს სუნთქვა. მისი თავის გვერდებზე შეგვიძლია შემორჩენოს ძალიან საინტერესო წამონაზარდები, რომლებიც ზღვის ნიჟარებს გვაკვენებს. იცით, სახელურებს გავს, მაგრამ არა, ძალიან კომპლექსური ლოკატორები არის, საიდანაც მას შეუძლია ხმების და ბგერების აღქმა. დინ დინ. გამარჯობა. მინინიო ჭამს, სანამ არ დაკმაყოფილდება და შემდეგ ბედნიერი გომბეშოს ხმას უშვებს. დააბოყინა, მაგრამ ხანდახან წყვეტს ამ ყველაფერს და უეცრად საპირისპირო პროცესი მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ვერასდროს ვერ იტყვი ამ ორი მექანიზმიდან, რომელი ამუშავდება. ანუ ხან აბოყინებს ჭამის მერე და ხან არწყებს. მინინიოს სტუმრობს კაკაშკა ფერია. ის ეხმარება მას, რომ დაიცალოს ყველა ბინძური და რაღაცებისგან და შემაწუხებელი გაზებისგან. ის არის უჩინარი, მაგრამ როდესაც გაივლის, ხომ, სუნიან კვალს ტოვებს გზად. მშობლებს ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ კაკაშკა ფერია, კაკაშკების ფერია არ დაივიწყოს და ყოველთვის მოვიდეს ხოლმე და ესწუმროს სახლში. ამ შემთხვევაში ნამდვილად ყოველთვის ჯობია გარეთ გამოვიდეს ყველაფერი, ვიდრე შიგნით დარჩეს. მინინიოს ასევე შეუძლია გააქტიურონ წყლის, დინარე, ნაკადი, საკუთარი თავი რო გაწმინდონ. თითოეულ მინინიოს აქვს შადრევანი. ზოგის არის პატარა ხვრელის მოდელი, რომელიც ჩამალული არის ელეგანტურ ესეთ ფენებში. ზოგს აქვს პატარა მილაკის მოდელი, რომელიც წააგავს, ესე ვთქვათ, საწრუბს, რომელსაც ძირი, ესეთი რბილი და ბალიშისებრი აქვთ. უფრო სქელი ნარჩენებისთვის, ხო, მინინიოებს ერთნაირი დიზაინი აქვთ. კიდევ ერთი პატარა ხვრელი არის უკან, დამალული ორ უსაყვარლეს ხორციან ფუნთუშებში, რომელიც ასევე ბალიშათაც შეგვიძლია გამოიყენონ დაჯდომის დროს. მოკლედ, ყველაფერი, რაც მინინიოს აქვს, საჭირო და სასარგებლოა.
მინინიო შუა ღამისას ასხივებს, როდესაც ჩაირთვება ხოლმე. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. აი, ტყუილ უბრალოდ აყენებს ხოლმე მაღვიძარას მინინიო. ღამე არის ქურდი, რომელიც ყველა ფერს იპარავს. მინინიო გვევლინება ასევე სრულიად ესე აწყობილი, კარგად აწყობილი. უკანა მხარე, წინა მხარე. აქვს ორი გვერდი და შეუძლია სხვადასხვა ფორმებად გადაიხაროს. საოცარია ეს მინინიო. კიდურებში მას აქვს პატარა ზომის ცილინდრები, ზოგი გრძელი, ზოგი მოკლე. და მათ თითებს ეძახიან. ფეხის თითებს და ხელის თითებს. და ძალიან საჭირო რამეები არიან. მაგრამ პირველ რიგში მინინიომ უნდა ისწავლოს დახელოვნება ამ თითების და ამას სხვათა შორის საკმაოდ დრო ჭირდება. ბოლოს და ბოლოს 20 ცალი არის მთლიანობაში და უნდა გაარკვიოს რომელი რას შვება. მინინიო ყოველთვის მუშაობს. მინინიო ნამდვილი იდუმალებით სავსე არსება არის. იცი რას წააგავს? თითქოს ბუშტივით არის გაბერილი ამ პატარა კვანძით, რომელიც მის სხეულის შუაში არის. თუმცა ეს კვანძი ისე კარგად არის განასკული, რომ არასდროს არ იხსნება და არასდროს არ ჩაიფუშება. თუმცა დროსთან ერთად საკმაოდ კარგადაც იწელება. არაჩვეულებრივი მასალისგან არის შექმნილები ეს მინინიოები. არსებობენ მელოტი მინინოები და თმიანი მინინოები. არსებობენ ბუთქუჩა მინინოები და არსებობენ გამხდარი მინინოები. მინინიო ზუსტად ეხლაც არ იცის როგორ გამოიყურება. თუ თავისნაირ შეხვდება, ისე უყურებს თითქოს საკუთარ თავს ხედავს. მაგრამ თუ მას სარკეში ჩაახედებ, გამარჯობა, ესე უბნება ხოლმე საკუთარ გამოსახულებას. თითქოს სხვა მინინიო არის ის. თავდაპირველად მან არ იცის ვინ არის და ვინ არ არის მინინიო, მაგრამ ამაზე დიდად არ დარდობს. ყველა არჩევანი არის ძალიან საინტერესო. მინინიოს ესმის და ხედავს იმაზე მეც, ვიდრე თქვენ შეიძლება იფიქროთ. ნახე, თითქოს ძინავს, მაგრამ იქით ოთახში უფროსები რო ლაპარაკობენ, ხო? თითქოს ძინავს აკოცა, ყველაფერს გრძნობს და ყველაფერს იმახსოვრებს თავის პორტაბელურ მეხსიერებაში. მინინიო არის წარმატებული ჰიპნოზის გამკეთებელი და შეუძლია გამოიწვიოს ადამიანების სახის ცვლილებები. მაგალითად, თუ მინინიო შემოგხედავს და საკუთარი პირის კიდეებს აი ზემოთ აწევს, შეუძლებელია რომ შენც იგივე არ გააკეთო. ანუ მინინიო პატარა ბავში რომ გაგიღიმებს, ავტომატურად ვისაც უღიმის, ისიც იღიმის. და ასევე მინინიოს შეუძლია აი ამ ფოკუსის ჩატარება ბევრ ადამიანზეც კი. მინინიო ასევე სარკეც არის. უსარგებლო არის ეცადო მის წინაშე რაღაცეები ითამაშო. დამალო. უბრალოდ არ გამავა. ყველაფერს გრძნობს. მინინიო ფიქრობს, რომ თუ შენ მას ვერ ხედავ, თუ თვითონ ვერ ხედავს შენ, ესე იგი შენც ვერ ხედავ მას. და მას ძალიან სიამოვნებს, როდესაც უჩინარი ხდება და ადამიანები მის ძებნას იწყებენ. აიფარა და კონია რომ ვერავინ ვერ ხედავს.
სად არის ნეტავ მინინო? დიდა! აი, სად ყოფილ ხარ? მინინოს ძალიან უყვარს ისევ ახლიდან შეგებება ადამიანებთან. მინინოს უპირატესობას ანიჭებს პატარა ზომის ცხოველებს. და მოსახერხებელია თუ ისინი რბილი და დამჯერები არიან. მინინოს უნდა რომ ყველაფერი გასინჯოს. ასევე არანაირი მიზეზი არ არსებობს იმის, რომ შეგეშინდეთ თუ ერთ დღეს პატარა თეთრ ქვებს დაინახავთ იმ ადგილას, სადაც არ იყვნენ მის პირში. მალე და პერიოდის განმავლობაში 30-ზე მეტი ექნებათ. თავიდან სტკივათ ხოლმე მინინოებს ამოსვლის, ამ პატარა ქვების ამოსვლა, თუმცა მალევე მინინოებს სიამოვნებას ანიჭებთ გაჭრა და კბენა. ასევე ძალიან სასარგებლო არის ეს თეთრი კენჭები თს გამოსათქმელად. ასობგერა თ. მინინო აზიარებენ ენას, რომელიც მხოლოდ მათ ესმით და ეს საკმაოდ რთული ენა არის. გაგადუ ბაჯუ და უფროსი ცდილობს რომ და ანუ ადამიანები ცდილობენ რომ ისწავლონ ეს ენა, მაგრამ მათთვის რთული არის. უბრალოდ აი სწორად არ გამოსდით. მნიშვნელობა არ აქვს როგორც არ უნდა ცდილობდნენ ამის გაკეთებას. რაღაც პერიოდის მერე მინინო ხვდება და იღლება ამხელა ძალისხმევის ჩადებით და იწყებს იმ ენის სწავლას, რომელიც მის სახლში ისმის. პორტუგალიური, ჩინური, ინგლისური, ქართული, ესპანური. წყალი გინდა? იმიტომ რომ ეს ბევრად უფრო ამარტივებს საქმეებს. თუ მინინო, როდესაც პირველად მოგვევლინა, დიდად არ მოსწონდა ეს პლანეტა, ნელ-ნელა, მაგრამ დარწმუნებით იწყებს მასთან შეგუებას. ის უფლებასაც კი აძლევს სხვებს, რომ საპნით დაბანონ და ნელ-ნელა იტანს, როდესაც ადამიანები მის თავს და მხრებს რაღაცა ვიწრო ხვრელებში აძვრენენ. ის უფლებასაც კი აძლევს ხალხს, რომ ქუდი დაახურონ თავზე რამდენიმე წუთით. მინინო სხვათა შორის უცნაურ ამნეზიას აჩენს. ამნეზია არის, როცა ადამიანებს ავიწყდებათ ის, რაც უკვე გამოიარეს, გამოსცადეს. ძალიან მალე მათ უჭირთ გაიხსენონ, როგორი იყო ცხოვრება სანამ მოევლინებოდნენ. მაგრამ ამავე დროს ადამიანები იწყებენ გახსენებას საკუთარი ძველი თამაშების და სიმღერების, რომ გაართონ ეს მინინო. შეიძლება ესეც მინინოს ჰიპნოზის ძალები არის. დედიკოები, მამიკოები, ბებიები, ბაბუები იხსენებენ იმ თამაშებს, რასაც თვითონ ათამაშებდნენ პატარაობაში. მართალია, რომ სახლი არეული ხდება და ძალიან რთული ხდება გაიხსენო, რა დღე მოდის მაგალითად სამშაბათის მერე. მაგრამ მინინოს ეს დიდად არ ატარებს ესეთი რაღაცები და ძალიან მალე ის სხვა ადამიანებსაც არწმუნებს ამაში. არა უშავს თუ დავიღალეთ და ყრია, მაგრამ ნახე როგორი ტკბილია ერთად ყოფნა. და ერთ მშვენიერ დღესაც, როდესაც ხალხი ეთამაშებოდა მინინოს, უყვებოდნენ ამბებს, ან უშვებდნენ ესეთ პატარა, ესეთ წრეპინა, ან ჭყივილა ხმებს, მინინო რაღაც გასაოცარი რამ აღმოაჩინა. მან აღმოაჩინა, რომ ყველა დიდი ადამიანი ოდესღაც თვითონაც მინინოები იყვნენ. ხო და შემდეგ მინინოები თავს შინ სახლში გრძნობენ. და მინინო გადაწყვეტს, რომ გააგრძელოს დედამიწაზე ცხოვრება.
აღარ არის საშიში. იმიტომ რომ ყველა ადამიანის დანახვისას იმის პატარა თითქოს მინინიოს ხედავს. დასასრული. და ეს კი იყო, ეს არის ისოლი, წერალი, ავტორი, როდესაც თავად მოევლინა ამ პლანეტაზე. ეს იყო და ეს დასასრული. იმედი მაქვს, რომ ისიამოვნეთ ამ წიგნით. იმედი მაქვს, რომ ბევრი რაღაც აღმოაჩინეთ თქვენს სხეულზეც. და გისურვებთ მშვიდ და ტკბილ გემრიელ ძილს. შევხვდებით ხვალ, რომ მე-17 წიგნი